მოგესალმებით, მე გახლავართ ზურაბ ცინცაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების და პოლონური აზოტი პულავის მეკარე. ამ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ, რას ნიშნავს ხელბურთისთვის მეკარე. როგორც ფეხბურთში, ასევე ხელბურთში მეკარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ესე ვთქვათ, პროცენტულად რო ავიღოთ, გუნდის ნახევრად ითვლება, ანუ გუნდის 50% შეიძლება იყოს მეკარის გაწეული შრომა. ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვარჯიშებს, თუ როგორ შეიძლება ხელბურთში მოემზადოს მეკარე თამაშებისთვის და პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მოთელვა. მეკარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ელასტიურობა. მეკარეების გაწევლითი ვარჯიში შეგვიძლია სამ მარტივ წერტილად დავუყოთ. ესენია ხელის, წელის და ფეხების გაწევლა. ეს გახლავთ მეკარის საბაზისო მოთელვა, რომელიცაც მეკარე მზად არის ვარჯიშისთვის.